რუსეთ-თურქეთის საზღვართან ჩამოვარდა თვითმფრინავი. ყურადღება შეკითხვა. სად დამარხეს გადარჩენილები? გააჩნია რა რუსეთის ჯარი იყო რუსეთში დამარხავდნენ. არა? რუსეთ-თურქეთის საზღვარი არსებობს? რუსეთ-თურქეთის საზღვარი? აჰა. და გადარჩენილებს მარხავე? გადარჩენილი იყო დაჟე? რუსეთ-თურქეთის საზღვართან ჩამოვარდა თვითმფრინავი. ყურადღება შეკითხვა. სად დამარხეს გადარჩენილები? რუსეთ-თურქეთის საზღვართან ჩამოვარდა თვითმფრინავი. კი. და სად დამარხეს გადარჩენილები? ალბათ თურქეთში უკვე. გადარჩენილებს მარხავე? ხანდახან გადარჩენილებსაც მარხავე. დროს გააჩნია. და რუსეთ-თურქეთის საზღვარი არსებობს? არც ეგ არსებობს. მართალია, მადლობა. მადლობა თქვენ, რამდენი რა ვისწავლე. რუსეთ-თურქეთის საზღვართან ჩამოვარდა თვითმფრინავი. ყურადღება შეკითხვა. სად დამარხეს გადარჩენილები? რა ვიცი, სად მოხდა დამარხეს. რუსეთ-თურქეთის საზღვარი არსებობს? არ არსებობს საზღვარი. და გადარჩენილებს თუ მარხავენ? რუსეთ-თურქეთის საზღვართან ჩამოვარდა თვითმფრინავი. ყურადღება შეკითხვა. სად დამარხეს გადარჩენილები? წამოდგენა არ მოხს საერთოდ ვინ გადარჩა, ანა თვითმფრინავი ჩამოვარდა, არ ვიცი ეს ამბავი. რუსეთ-თურქეთის საზღვარი არსებობს? ხო, მაგას არ დავუკავშირებული ვარ სიმართლე გითხრათ. არსებობს თუ არა? რა თქმა უნდა, არა. მართალია და ანუ ხო, პირდაპირ ვერ მიესაზღვრება კი. და გადარჩენილებს თუ მარხავენ? აი, ეგ ნიშნავს იმას, რომ მოულოდნელად რომ კითხავენ რაღაცას რა რეაგირება გჭირდება იმისთვის, რომ გაიაზრო რა გკითხეს რა. და არ გამიაზრებია რა. უბრალოდ დრო დამჭირდა ამისთვის, რომ გამიაზრებია. რუსეთ-თურქეთის საზღვარზე ჩამოვარდა თვითმფრინავი. ყურადღება შეკითხვა. სად დამარხეს გადარჩენილები? რუსეთ-თურქეთის საზღვარი რომ არ აქვს, კაი, ხა მაგდენს რო ვიცოდეთ. კარგი, ეგ მართალია და გადარჩენილები სად დამარხეს? რატო დამარხავდა გადარჩენილებს? მადლობა. ბედნიერად.